მოგესალმებით. დღეს მოგიტანეთ მარტივი და სწრაფი სნიკერსის რეცეპტი, რომელიც არის ჩემებური სნიკერსის ინტერპრეტაცია, თუმცა შინაურულზე არის სნიკერსის კლასიკური რეცეპტი, ასევე სნიკერსი ჩიზკეიკი და სნიკერსი კექსის რეცეპტიც. აუცილებლად მოამბრძადეთ ამ რეცეპტით, ის თქვენთვის საყვარელი და გემრიელი დესერტი გახდება. პირველ რიგში გავაცალკევოთ 2 კვერცხი. 2 კვერცხის ცილას დავამატოთ მწიკვი მარილი, ასათქვეფი ცილის ჭურჭელი, უნდა იყოს აუცილებლად მშრალი, ასევე მიქსერის შხირებიც და დავიწყოთ ცილის ათქვეფა. როცა ცილა გამყარდება, დავამატოთ პორციებად 100 გრამი შაქარი და 1 ვანილი და განვაგრძოთ ცილის ბოლომდე ათქვეფა, სანამ ცილა არ გახდება მყარი. როგორც ხედავთ, ბეზე კარგად აითქვიფა, ის ჭურჭლიდან არც ვარდება. ახლა კი ავთქვიფოთ კვერცხის გულები. 2 კვერცხის გულს დავამატოთ 150 გრამი შაქარი და მწიკვი მარილი. ავთქვიფოთ კვერცხის გულების გათეთრებამდე. როცა კვერცხის გულები კარგად აითქვეფება, ცალკე ჯამში მოვათავსოთ 3 სუფრის კოვზი არაჟანი ან მაწონი. მაწონს დავამატოთ 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი და კარგად ავურიოთ. შემდეგ გავაჩეროთ ცოტა ხნით და დავამატოთ ჩვენს ათქვეფილ კვერცხის გულების მასას. აქვე დავამატოთ 100 მl ზეთი და კარგად ამოვურიოთ. შემდეგ ჩავამატოთ 200 გრამი ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი, რომელიც წინასწარ ქაღალდ ჩაფენილ ფორმაში გადავიტანოთ. ფორმა არის 26 სანტიმეტრის დიამეტრის. თუ უფრო დიდი ტორტის მომზადება გინდათ, შეგიძლიათ ინგრედიენტები გააორმაგოთ. ცომის სტრუქტურას უკვე ხედავთ, როგორიც არის, ამიტომ ის ფორმაში გადავანაწილოთ კოვზის ან ნიჩბის საშუალებით. გადანაწილებულ ცომს ზემოდან დავადოთ ჩვენი ათქვეფილი ბეზე და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 100 გრადუსზე და გამოვაცხოთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. სანამ ბისკვიტი ცხვება, მოვამზადოთ შინაურული კარამელი. 150 გრამი შაქარი მოვათავსოთ გახურებულ ტაფაზე და დავადგათ საშუალო ცეცხლზე. დროდადრო მოვურიოთ. შაქარი თანდათან დაიწყებს გადნობას. აი ასე. და როცა შაქარი ბოლომდე გადნება და გახდება სითხის მაგვარი, დავამატოთ 10 გრამი კარაქი. როცა კარაქი შაქართან და კარამელთან ერთად გადნება, მაშინ დავასხათ 150 მl რძე ან ნაღები. რადგან შაქრის ტემპერატურა იყო ძალიან მაღალი და რძე იყო ბევრად გრილი, ამიტომ შაქარი აი ესეთ ბურთულებს გაიკეთებს, მაგრამ მაგაზე არ იდარდოთ, რადგან როცა მასა გახურდება, აი ასეთ ერთგვაროვან კარამელს მივიღებთ. შემდეგ გადავიტანოთ ჭურჭელში და შევაგრილოთ. შეგრილებული კარამელი შეგიძლიათ გაატაროთ წვრილ საწვრილზე ერთგვაროვან მასის მისაღებად ან დააბლენდეროთ და უგემრიელესი კარამელი მზად არის. თუმცა შინაურულზე არის კარამელის არაერთი რეცეპტი, მათ შორის სამარხო კარამელის რეცეპტიც. მარტივი სნიკერსისთვის კარამელი უკვე მზად გვაქვს, თუმცა კარამელის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული შესქელებული რძეც. ჩვენი ბეზეიანი ბისკვიტი უკვე გამოცხვა. გამოვიტანოთ ღუმელიდან და შევაგრილოთ ფორმაშივე. ბეზეიანი ბისკვიტი ამოვიღოთ
შეგრილებისთანავე ფორმიდან. როგორც ხედავთ, ბეზე არის ხრაშუნა და გემრიელი, ხოლო ბისკვიტი კი ფაფუკი. ჩვენი უგემრიელესი ხრაშუნა ბეზეიანი ბისკვიტი უკვე ცივდება. ახლა კი დავჭრათ 150 გრამი მოხალული მიწის თხილი. ან შეგიძლიათ დააბლენდეროთ ბლენდერში და დააქუცმაცოთ. უკვე გაცივებულ ბეზეიან ბისკვიტს ზემოდან მოვასხათ ჩვენი მომზადებული შინაურული უგემრიელესი კარამელი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ 2-3 სუფრის კოვზი მოხარშული შესქელებული რძეც და ზემოდან მოვაყაროთ ბლომად დაჭრილი მიწის თხილი. ახლა კი ჩვენი მომზადებული სწრაფი სნიკერსისთვის გავადნოთ 100 გრამი შოკოლადი. მე გავადნე ორთქლის აბაზანაზე. შეგიძლიათ ინტერვალებით მიკროტალღურ ღუმელშიც გაალღოთ. შოკოლადი ზემოდან ალაგ-ალაგ მოვასხათ ჩვენს მომზადებულ უკვე კარამელიან ბისკვიტზე. უმარტივესი, უსწრაფესი და საკმაოდ ბიუჯეტური სნიკერსი მზად არის მისართმევად. არის უგემრიელესი და ძალიან დასამახსოვრებელი დესერტი. აუცილებლად უნდა მოამზადოთ და დააგემოვნოთ, რადგან ეს დესერტი ამად ღირს. როგორც გითხარით, შინაურულზე არის არაერთი სნიკერსის რეცეპტი, მათ შორის სნიკერსი ჩიზქეიკი, რომელიც საოცრად გემრიელი და ლამაზი დესერტია. ასევე არის ფენებიანი სნიკერსი კლასიკური რეცეპტით და სნიკერსი კექსი, რომელიც ასევე ხრაშუნა ბეზეთი მზადდება. ამიტომაც აუცილებლად უნდა ნახოთ ალბომი ტორტები და ნამცხრები, სადაც უამრავი მარტივი და უგემრიელესი დესერტების რეცეპტებია. როგორც ხედავთ, ჩვენი მომზადებული სნიკერსი საოცრად მადისაუზრელად გამოიყურება, ამიტომ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. დღეს ამით გემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.